სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ჩვენ ვართ 51 ნაწილზე გადასულები, რომელიც ჩაწერილი იქნა 2001 წლის 18 ნოემბერს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და მას სვავს ჯიმბო. გამარჯობა დოქტორ მაკარტურ, მე ჯიმბო მქვია. დოქტორ მაკარტურ, რადგან ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და ღმერთი მხოლოდ გულიდან იღებს თაყვანისცემას, სუფთა, უმანკო გულიდან, როგორც ფსალმუნებში არაერთხელ არის ნათქვამი, სუფთა ხელებითა და უმანკო გულით. რატომ ამბობთ, რომ ჩვენ მუდმივად გვეუნებიან, თუნდაც ამბიონიდან, რომ ჩვენ ბოროტი გული გვაქვს. და თუ არა, თუ ახალი გული გვაქვს, როგორც ბიბლია გვასწავლის, შეგიძლიათ ჩვენთვის ეს განმარტოთ? და ჯონი, რა თქმა უნდა. ეს ერთ-ერთი იმ საკითხის საგანია, რომელსაც აქვს მარტივი და ამავე დროულად ღრმა პასუხი. არც ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ იტყვის, რომ მას ცოდვა არ აქვს. ასე არ არის? გახსოვთ იოანეს წერილი, თუ ვინმე ამას ამბობს, ის ცოდავს. გულისხმობ, თუ ჭეშმარიტად ქრისტიანი ხარ, არ იტყვი, რომ ცოდვა არ გაქვს. თუ გზას არ აგაცდინა ვინმე, ვინც გითხრა, რომ შეცდომი და ცოდვები განსხვავებულია. და არსებობს რამდენიმე თეოლოგია, რომელიც ამას ადასტურებს. ჩვენ ყველანი, როგორც ადრე ჰილარის კითხვაზე ვისაუბრეთ, ჩვენ ყველანი ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ქრისტეში ზრდის დროსაც კი, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. იმის თქმა, რომ სუფთა ხელებითა და გულით შედიხართ, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ცოდვას უკვე ჩვენ ცხოვრებაში მაქსიმალურად უპირისპირდებით და უმკლავდებით. ეს შეიძლება ილუსტრირებული იყოს იესოს სიტყვები, რომელმაც თქვა, თუ რაიმე გაქვს შენი ძმის წინააღმდეგ, წადი, შეურიგდი, გამოასწორე, მერე მოდი და თაყვანიეცი. საქმე იმაში არ არის, რომ შენ ძმასთან აღარასოდეს შემდეგ რაიმე ცუდი აღარ გექნება. ეს ანიშნავს იმას, რომ შენ აღარასოდეს მას არ ატკენ გულს, ან არ შეურაცხყოფ. მაგრამ თუ იცი ეხლა ამ მომენტში, კონკრეტულ მომენტში, რომ რაღაცა არასწორია, მიდი და გამოასწორე, შემდეგ მოდი და თაყვანიეცი. ებრაელთა მიმართ წერილში, დღეს დილით ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ დილის წირვაზე, ჩვენ რამოდენიმე ციტატა მოვიყვანეთ. ებრაელთა მიმართ წერილში მოწოდება საკუთარი გულის განწმენდისაკენ. გახსოვთ, გაბედულად შევიდეთ წმინდათა წმინდაში იესოს სისხლით. მე იესოს სისხლით უნდა შევიდე წმინდა ადგილას, რადგან მე ცოდვილი ვარ. იქ შესვლის უფლება მე არ მაქვს, მაგრამ იესო ქრისტეს მიერ უკვე გახსნილი გზის გამო მე იქ შევდივარ. ადრე მე მის გარეშე ვერ შევიდოდი. ასე რომ მე შევდივარ, გარკვეული გაგებით ვაღიარებ, რომ ადგილას შესასვლელთან მსხვერპლი არის საჭირო, მსხვერპლის გაღება, მე გავდივარ ამ ახალ ცოცხალ გზას, რომელიც ფარდის გახევით ღმერთმა იესო ქრისტემ აკურთხა და მისი ხორცით ჩვენი ღვთის სახლის ღვთელთავრის გვერდზე დგომით ჩვენ უახლოვდებით ჭეშმარიტი გულით, რწმენის სრული გაგებით და ბოროტის სინდისისაგან განბანილი გულები და სუფთა წყლით განბანილი სხეულებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც თაყვანისცემაზე მიდიხართ, უნდა გაიაროთ გულის გამოკვლევა და გაქექოთ, გამოიძიოთ, რომ უფალმა განწმინდოს თქვენი გული. სწორედ ეს არის აქ ნათქვამი. ამას ნიშნავს სუფთა ხელები. ანუ მე აღარ მაქვს ისეთი ცოდვა, რომელიც არ მაქვს აღიარებული. ჩემ ცხოვრებაში არ არსებობს ცოდვა, რომელსაც მე ვმალავ, ვინახავ და ხელს ვაფარებ. რომელსაც მე ვიღებ, მასპინძლობ, რომლითაც მე ვტკბები, იმიტომ რომ ეს მიუღებელია ღმერთისთვის. ის ფაქტი, რომ მე ცოდვილი ვარ, ეს რეალობაა. და თუ აპირებ უფლის თაყვანისცემას, მაშინ უნდა გავაკეთო ის, რაც წერია აგერ ებრაელთა წერილში მე-10 თავში. ჭეშმარიტი გულით უნდა მიუახლოვდე. გულით და სხეულით უნდა ვიყო განბანილი, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ უფლის წინაშე სათანავ განწმენდისათვის მზად ვარ და წარვდგე ესე. ეს არის აღსარება, ეს არის მონანება, რომელზეც როგორც თქვი იოანეს წერილი მიუთითებს, რომ ჩვენ ყოველდღიური ცოდვებისაგან, ყოველდღიური გადაცდომებისაგან, როცა ვაკეთებთ გამოკვლევას, ვაღიარებთ მათ ღმერთის წინაშე და იესო ქრისტე, რომელიც არის ჩვენი შუამავალი, შუამდგომელი, ის მოგვიტევებს ამ ცოდვებს ჩვენ. ამაზეა ლაპარაკი აქ. მადლობა კითხვისათვის.